უცბად მეგობრებო, უცბად ვარიანტი ჩაგვივა და ჩვენ წვიმანები რო აინტერესებთ ბრძოლებს, უბრალოდ ვაჩვენოთ. ესე იგი მოვდიოდი ნიუ-მეხიკოში, მეთქი შევიდე ვესტენში, არ შევიდე ვესტენ დილის ვის ნახევარი და მაინც შევედი და წადი უნდა შეგამოწმოთ ცერეგეზიის. გამომართვა საბუთები, გამომართვა მართვის მოწმობა და ეხლა წავა ალბათ შემოწმება მანქანის მარჯვნივ, მარცხნივ და მთელი ამბები. ნუ ჩვენ მაყურებლებს ვისაც აინტერესებთ ეს ყველაფერი, პირდაპირ ნატურაში ბუნებრივად ვაჩვენეთ. ეხლა კითხვა ისმის, უნდა შემოსულიყავი თუ არ უნდა შემოსულიყავი? რავი, აღარ გავრისკე, მეთქი დილის იმაზე ვინ გამაჩერებს მეთქი და მაინც შემოვედი და დამიჭირეს. ეხლა უკვე ერთი კვირა იმის გადაკეთებას, გადმოკეთებას, ნუ ჩვენებურად ეზოპის ენით ვერ მოხერხდება. მაგრამ უყურეთ, რო არ შემოსულიყავი, შეიძლება მანქანა გამომეკიდოს, ან მე უფრო ჯარიმა იქნება, მაგრამ ეხლა ჩემი ჯორჯის იმედი მაქვს და ყველაფერი წესრიგში ეხლა ეს ამოწმებს იქ საბუთებს და წვიმანები ცხოვრებიდან გამომდინარე. ნახოთ როგორ იქნება, დამინახოს ამას რომ მევუღებ. მაინც ისეთი რაღაცა დავიწყებენ ამ შემოწმებას. გადაწყვეტ გაზეთკიც გეუბნება მარჯვნივ, მარცხნივ ფარები, ასეთ რაღაცები ის დაიწყებს. Okay. Is er raსაც გეტყვის გააკეთეო. Yeah, okay. და უკან წავარო და უყურეო, გეტყვიო რა საკეთე. ამ მომენტებში კი იძაბები, მაგრამ ნუ ახლა ჯორჯის იმედი მაქვს. ეხლა უკან დადგება და მეტყვის სისტემა დაჭრა. საბურავის ამოწმებს. თორმუს დააჭირეო, ეხლა ისე ეს უკანა აქსელის ბატრიშკებს ამოწმებს. ჯერჯერობით გავდივართ. ამ დროს ცოტა იცით რა არის, იძაბები კი არის იძაბები, მაგრამ მაინც რაღაც აღსიამოვნებს რა ფორმიან ხალთან ურთიერთობა. რავი, წესით და რიგით. ახლა მანქანა მართლა კარგი ყავს. აქედან არ უნდა ჩავხედე მე და ხა თუ ლოგბუქი შეამოწმა. That's hold it, yeah. That's a hairy arm. Jam with you. So you're leaking air right don't take it out yet because you lose a lot of air. Just when you get to the next truck stop or back at home, just look at it and just fix it if it's broken. Okay? Okay, you got it. Just give me a minute and I'll get you out here. Okay? გადმომიყვანა და ესე იგი ტრაილესა და იმას შორის ასეთი რეზინის ის არის და აი იქიდან ცოტა ჰაერი გაზდისო და შემდეგ ტრაქსტოპზე მიდიო და ის რეზინა იყიდეო რა. აა შემემჩნევია, აი ხო იცით რა ესე ხო ედება ამაში და ის რეზინა ცოტა გაცვეთილიაო და
ვიცი ხა ჯარი მაგრამ მგონია ახლა აფრთხილება იქნება მაგრამ მან ლეველებია ხოლმე რა პირველი მეორე მესამე ახლა ეს არის პირველი my logbook-ი არ შეამოწმა მთელი ამოწმებს საბუთებს სად ვიყავი როგორ ვიყავი სად გაიარა მანქანა დილის ვის ნახევარია და არავინ არ არის მაინდა-მაინც ჩვენი შემოწმება მოინდომეს ცხოვრებას უშემოწმება არ არის რომ დაფიქრდე რაღაც გადალახვა დაკოლებები ისა ეს ველოდებით განაჩენს აი ეს რეზინა საიდან იპოვა ახლა რა მადირი არაფერი არ არის რა ამ შემთხვევაში ახლა ისე დამელაპარაკა ეს ოფიცერი ახალგაზრდა ბიჭია მექსიკელიან ადგილობრივი და ძალიან კეთი განწყობით არის ჩემს მიმართ. ჯარი მაგრამ მგონია უბრალოდ მითხრა გამოფრთხილდა შენ ტრაქტორზე რომ მიხვალო. ნიკო გამოცვალე ის რეზინა. ძებს. მოდიო მე მონებია. ოპა მომცეს აბუთები ტიკეტი არ არისო მაგრამ გაფრთხილება არისო ასეთი ის აიდიო ის კარები იყო იღებოდა და სანამ ბოლომდე არ გაიღება არ გახვიდეო. აი რაც არის ეგ არ შემიჩნევი ახლა. გადაღებაზე რო ვარ ყურადღებით აი ეგე ნახე პოლიცია ეგ დღეს მოიქ პატარა მსუბუქ მანქანას. გავიდეთ აქედან და არ გამიხეთ რა კაცო აი ნახეთ აი პოლიცია ნახე როგორ არის იმას კაპა ეთქობა ეგრე პოლიციამ გააჩერა ისა და ხილათ აი აგერ ნიუ-მეხიკოში გორეძი გოგოზის იქა და იმან მითხრა წადიო არა და კაცი ვესტეიშენი არა მაგრამ ვერ განსაზღვრავ რა როდის რანაირად გაფრინდე. შეიძლება გავიდეთ შეიძლება ცხოვრებას და ეგარი რა ცხოვრებაც არა აი ლატარია ხა ნახე რა სიწყნარია რა ესა და მაინდა-მაინც მე გამაჩერეს
მოდი ახლა მე ეგერ გავჩერდები, მაინც საბუთებს გავაგზავნით, მაინც აგერ. Turn left on I-10. რა დაგვიწერა? ეს ადგილი მდებარეობა, ტიკეტი არა, არაფერი, driver vehicle examination no report. Всё, აი ახლა ეს აბუთები უნდა გავაგზავნო უკვე ჩემ ოფისში, რომ იქიდან მიმამდინარე ეს ნოტბუქიდან გამომდინარე მე ამოწმო სიტუაცია. ახლა გავაგზავნი ამას. всё, გადავიღე ეს ყველაფერი მონაცემები გადავაგზავნე. წავიდეთ მეგობრებო. ხედავთ როგორი შემოწმებებია. იურად უკვე ამ კვირაში 3 ჯერ გამაჩერეს გზაზე. ხან იმას გამოწმებენ, ხან ამას გამოწმებენ. ვერ გაიგებ რა, ნუ საერთო ჯამში დიდი კონტროლი მიდის. აქედან გამომდინარე მეგობრებო, არ მინდა ისევ ადრეცავ თქვი, კი არ ვძაბავ ვინმეს და ცუდ ინფორმაციას გაწვით, მაგრამ აი ვიცი ამერიკაში არიან წამოსულები და ცოტა პატარა რაღაცა დარღვევა აქვს და რაღაცა საბუთებში ვერ არიან კარგად. მოირიდონ ამ გზებზე სიარულს, მით უმეტეს განსაკუთრებით ამ სამხრეთ შტატებში. მაგრამ ვერ გაიგებ ახლა სამხრეთი შტატია, ჩრდილოეთი შტატი რა, ფაქტია რომ მაგარი შემოწმებები არის. კარგით აბა მეგობრებო, ეს ასეთი ძღოლური წვიმანი, რომელიც ზოგჯერ არ სიამოვნეს, მაგრამ ასიზარა. ეს არის. შეგხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში. ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს. მერტი იყო ჩვენი ფარველი.